ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა, თუ თქვენ მუსიკისა და კინოს სამყაროში მომხდარი სიახლეები გაინტერესებთ, მაშინ უახლოესი 10 წუთი სწორედ თქვენთვის არის განკუთვნილი. მაშინ ასე პირველი სტერეოსა და მაესტროს ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. თბილისის ძველ უბანში, აბანოთ უბანში ახალი კლუბი იხსნება. ჩვენ ახლა ტერიტორიულად ვიმყოფებით აბანოთ უბანში, ანუ ძველ თბილისში, სადაც არაოფიციალურად გაიხსნა კლუბი თიფლის კლუბი, ანუ მისი ოფიციალური გახსნა, ასე ვთქვათ, შედგება თბილისობის დღესასწაულზე და ეს იქნება ადგილი, სადაც სამსახურის შემდეგ დაღლილ ადამიანებს შეეძლებათ მოსვლა, გართობა, ცეკვა და მოკლედ, რა თქმა უნდა, ხალისი. განარჩევს ყველაფერი ჩვენი სიუჟეტიდან, კლუბის მენეჯერისგან და რა თქმა უნდა, კლუბის ორგანიზატორებისგან შეიტყობს. ვემზადებოდით საკმაოდ დიდი ხანი, მაგრამ დღეს ესეთი მე არ დავარქმევ ამას ოფიციალურ გახსნად. ოფიციალური გახსნა იქნება თბილისობას და სიახლე მე მგონი თბილისში ესეთი ინტერიერის და ესეთი სასიამოვნო კლუბი მე მგონი ჯერ არ არის. ჩვენ ვეცადეთ რომ გაგვეხსნა თბილისში კლუბი მაქსიმალურად კომფორტული სტუმრებისათვის, შეგვექმნა მაქსიმალური კომფორტი. და როგორც ხედავთ, მე მგონი მივახციეთ ამ სურვილს. Tiflis Club is gonna make it all right tonight. ძალიან მომწონს დღესდღეობით რაც არის თბილისში იმათთან შედარებით და რაღაცა ძალიან არ მინდა რომ ცოტა დონე დაეცეს და მინდა რომ ზევით წავიდეს და მე მგონი რომ არ დაეცემა ამ კლუბის დონე. ეს კლუბი ჯერჯერობით არ არის საქართველოში, რა ყველაზე ნასხვაებულია. რითია განსხვავება? იმითი რომ აი საცეკო მოედანი ცხოვრის რაღაცა და აი ყველაფერი არის განსხვავებულ სტილში გაკეთებული, იქაც რაღაცა VIP ოთახი არის და ანუ აი სულ ჯაგაჯუგში არ ხარ, შეგიძლია მოწყდე ამ ყველაფერს და ნუ ქვევიჩასული ბარები და ასე შემდეგ. თვითონ დიზაინი ძალიან მომწონს, ძალიან გემოვნებიანია, ანუ გემოვნებით არის გაკეთებული და ძალიან მომწონს აი ოთახები რო ესე განლაგებული და მუსიკაც ნუ ფანტასტიკური უკრავს. თავაცრად მყუდროა, არის ყველანაირი საშუალება განმარტოების, სიწყნარისაც, ცეკვისაც, მუსიკის მოსმენა, ფანტასტიკური მუსიკა აქვთ. მინდა აღვნიშნო, რის სიმცირესაც განვიცდის დღეს საქართველოში და ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ესეთი კარგი მუსიკა იშვიათად არის დღევანდელ თბილისურ კლუბებში. შეიძლება ითქვას, თამთა გუგუაძის პირად ცხოვრებაში მომხდარმა სიახლემ ერთიორად იმოქმედა მის შემოქმედებაზე. მან რამოდენიმე სიმღერა ჩაწერა და ახლა ერთდროულად 2 ვიდეოკლიპის გადაღებაზე არის დაკავებული. პირველის რეჟისორი გახლავთ ლევან ტორონჯაძე, ხოლო სიმღერის ლექსად ნათქვამის ავტორი ჭაბუა ამირანაშვილი. გადაღებები დიდუბის საგამოფენო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1 2 3 4 5 6 პატარა დრო ქონდა ჩვენ მომზადებისთვის, მაგრამ რაც მოვასწარით ალბათ ნახავთ, ეხლა თვითონ მუსიკა ძალიან კარგი მუსიკა არის სიმღერისთვის და აი ცეკვისთვის ოდნავ ნელი მუსიკაა. მაგრამ ვეცადეთ რომ შეგვერჩია ისეთი მოძრაობები რომ მორგებული ყოფილიყო. თამთასთან მუშაობა პირველად მიწევს. და რავი ძალიან საინტერესოც არის. ჭაბუკა ამირანაშვილის მუსიკაა, ფოლკი, ასე ვთქვათ. კლიპი იქნება უმეტესად ქორეოგრაფიაზე აგებული, ქართულ ფოლკლორ ქორეოგრაფიაზე, უფრო მთიულურზე და მოხეურზე. და რავი, ცეკვა დაგვიდგა ასალმათებმა, დანარჩენი ხა როგორც სიუჟეტიანი და ესეთი კლიპი არ არის. რა იქნება რიტმი, რაღაც დინამიკაზე აგებული და უფრო დიდი, რა ქვია, მეტი ნაწილი იქნება კლიპის მონტაჟიდან.
სიმღერას ქვია ლექსად ნათქვამი, ეს არის ერთგვარი ასე ვთქვათ გაგრძელება ლექსი მithქვიასი, ორივე არის ერთ მოტივებზე, ორივე არის ხალხური. სიმღერა ეკუთვნის ჭაბუკ ამირანაშვილს, ესეც ტექსტი ეკუთვნის მანანა გურგენიძეს და იდეა წამოვიდა იქიდან, რომ სიმღერა ძალიან მოგვეწონა, რომ ჩავწერეთ და ვთქვით, რომ ამაზე გადავიღოთ კლიპი. და მიმართეთ ლევანს, ლევანის ასე ვთქვათ, ხედვა ძალიან მოგწონს ჩვენ იმიტომ რაღაცა ოჯახს და დღეს ვიღებთ კლიპს და ცეკვავს ქორეოგრაფიული ანსამბლი თერგი. რაც შეეხება თამთას მეორე ვიდეო კლიპს, იგი სტუდია მაესტროში მზადდება და მისი რეჟისორია კახა ოთარაშვილი. გადაღებები ამჟამად დუშეთში მიმდინარეობს. თუ რა ხდებოდა გადაღებებზე და რა სიმღერაზე იქნება ეს ვიდეო კლიპი, ამას სიუჟეტიდან შეიტყობთ. ტრაპატი არის ნინო რა. ამიტომ ეს დავუძოთ. მაგარა დაიგრება თუ არა? ახლა. შენ გაიწი რა ტირა? რა დამხოლი. სიახლის არ ვიცი, ნახოთ მაყურებელმა განსაჯოს ახალი თუ ძველი, იმიტომ რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და იმიტომ ავირჩიეთ ეს გზა, რომ არის ორმოები, არის დახაზული, არის სწორი და ასე შემდეგ. აჰო! გამორჩეული, როგორ გითხრათ, აი ვთქვათ ეხა გადაღების დროს წაგვექცა ველოსიპედით ერთ-ერთი მსახიობი და ეს ალბათ უკვე გამორჩეული იქნება. სიმღერას ქვია ყველა ერთად, ეს არის რეგეის სტილში. სიმღერის ტექსტის ავტორი არის კაბუ, მუსიკა ეკუთვნის მიკას და ბექ ვოკალი ეკუთვნის ჯგუფ ინტროს. აუ, უსკუც რა. კი, просто ვერ დონდე. არშო, მე არ მოგწეჭე. არა, აი, რა უსპეცე უჭი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.